ბაბუა იყო საფატირო დაწესებულებაში და ალბათ ოჯახში ხშირად შეიძლება ჟურნალისტსაც ასე მიეჩნია. დაიწყო 1 ივნისიდან და შედეგები იყო 31 ივნისის ჩათვლით და მონიტორინგდება ასევე ივლისი, აგვისტო და სექტემბრის ნაწილიც. სავარაუდოდ მიზანი არის ბუნებრივია რომ ნახოთ რამდენად ეთიკური ნორმების დაცვით შუქდება ბავშვთა საკითხები მედიაში და არა მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ ბავშვები არიან მთავარი მოქმედი პირები, არამედ ის საკითხებიც, რომლებიც შედარებით ირიბად ეხებათ ბავშვებს და ესეთი ძალიან ხშირია, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ოჯახურ ტრაგედიას, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება, თქვათ, თემატურ ჯგუფს კრიმინალი და სამართალი, აი ამ ნაწილში არის მონიტორები აკეთებია როგორც ტელემედიას, ასევე პრესას და ონლაინ მედიას და შედეგების თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცდელობა იმის, რომ ბავშვთა საკითხები, ნებადირებად დაკავშირებული ბავშვებთან საკითხები არ შუქდებოდეს დარღვევით, ამის ცდელობა ნამდვილად ძალიან კარგად შეინიშნება ყველა მედიას საშუალებაში, მაგრამ ტენდენციები არის დაახლოებით ერთნაირი ყველგან, ეს არის ირიბი იდენტიფიცირება, როცა საქმე გვაქვს კრიმინალთან, ეს არის ბავშვების საქველმოქმედო ობიექტებად გამოყენება და ეს არის ისეთი მცნობიარე საკითხი, როგორც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მათთან დაკავშირებული თემები, რომლებშიც ერთი შეხედვით გამოკვეთილი დარღვევები ნამდვილად არ არის, უბრალოდ ისეთი ნიუანსებია, რომელიც საბოლოო ჯამში ერთი შეხედვით არის ძალიან პოზიტიური მიზნით გაკეთებული და აბსოლუტურად კეთილი მიზნით გაკეთებული, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება საბოლოო ჯამში ის არ ემთხვეოდეს ბავშვის არასრულწლოვნის, ასე ვთქვათ, ინტერესს. რაც არ უნდა საუკეთესო განზრახვები გვამოძრავებდეს, რაც არ უნდა კეთილი იყოს ჩვენი, ასე ვთქვათ, მიზანი, ფორმა, როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბავშვები, რომლებსაც აქვს გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები, ისინი გამოყენებულები არიან როგორც ქველმოქმედების ობიექტები, ანუ წარმოჩენილები არიან როგორც ქველმოქმედების ობიექტები და ხშირ შემთხვევაში ამ თემით მედია აკეთებს მანიპულაციას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მედიას ან ცალკეულ ჟურნალისტს გონია, რომ სიკეთეს ემსახურება, საბოლოო ჯამში მთლიანად შეიძლება ანადგურებდეს ბავშვის განვითარების უფლება, ბავშვის მომავალს და იმ წარმოდგენას, რაც შეიძლება იგივე მის კანონიერ წარმოადგენს ოჯახს ან მის ასე ვთქვათ, მასე მზრუნავ შესაბამის დაწესებულებებს ჰქონდეს. ამიტომ მედიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, როდესაც აკეთებს ისეთ მედია კამპანიებს, რომლებიც ორიენტირებულია დაუშვათ იმაზე, რომ გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვებმა სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღონ ან სათანადო მოთხრობა მიიღონ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, ასე ვთქვათ, ბავშვის საუკეთესო ინტერესის სტანდარტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველთვის კარგად უნდა დაფიქრდეს მედია იმაზე, ეს ღონისძიება, ეს კამპანია თუ სიუჟეტი არის თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესში. ამ შემთხვევაში რაც არის გაკრული ხა ეს ბილბორდები არ არის? იცი რა, კონკრეტული ბავშვისათვის დაუშვათ შეიძლება ესეთი მასშტაბური ღონისძიების წარმოება და ესეთი მასშტაბური კამპანიის წარმოება კონკრეტულ შედეგთან იყოს დაკავშირებული და რა თქმა უნდა შეიძლება დადებითი იყოს საბოლოო ჯამში შედეგი. მაგრამ სტიგმა და სტერეოტიპი ისეთი რაღაცა არის, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ცალკეულ ბავშვს, ეს ეხება მთელ ჯგუფს არა და ცალკეული პრობლემების გადაწყვეტა ან ცალკეული ოპერაციის დაფინანსება საერთო სურათს შეიძლება საერთო სურათზე ამან შეიძლება გავლენა ვერც მოახდინოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში იმის მიხედვით რას ვარქვევთ ჩვენ საერთოდ შედეგს, ეს შედეგზე ორიენტირებული არც არის. ანუ ეს შეიძლება ხელს უწყობდეს კიდევ უფრო სტერეოტიპების დამკვიდრებას და სტიგმის. აბსოლუტურად, მე ვფიქრობ, რომ ეს სტერეოტიპების დამკვიდრებას უწყობს ხელს. ეს უწყობს ხელს იმას, რომ გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფრო მეტი გარიყვა მოხდეს საზოგადოებისგან. მით უმეტეს ტრაგიკული სახეებით ბავშვთან ერთად ესე იგი ფოტოს გადაღება დრამატულობას სცენს. მინდა ვთქვა, რომ სტერეოტიპების ჩამოყალიბება რამოდენიმე გზით ხდება და ბავშვების ასეთი ბავშვების გმირებად წარმოდგენა არის ასევე ისეთი სტერეოტიპი, რომელიც არ არის სასურველი. ბავშვების კონკრეტული ისტორიისგან არ უნდა შეიქმნას სენსაცია და არ უნდა დაიდგას დრამა. ეს არ არის ბავშვის საუკეთესო ინტერესში, ამის თქმა მინდა.